ფარე როგორ ჩდება მე-12 სახლში. განსაკუთრებით ქალების რუკაზე ეს მნიშვნელოვანი არის. მე-12 სახლში მთვარე ეს უფრო დედის ისტორია არის ხოლმე, რომ დედა იყო ფიზიკურად მიუწვდომელი. ძალიან ხშირად, როცა მოდიან ახალგაზრდები, რომლებსაც დედა ემიგრაციაში ყავთ, თუმცა მე-12 სახლში უჩნდებათ ხოლმე. აი კლასიკურ ფორმულას, აი უკვე ვეკითხები ხოლმე ემიგრაციაში ხარ არის დედა, ან დიდი ხანი ხარ დაქტოვა. ეს სხვათა შორის მთვარე ურანმაც იცის ისეთი რაღაც, მაგრამ მე-12 სახლი არის, რომ აი ძალიან მაკლდა დედა და სადღაც შორს იყო, ხო, შინაგანად. ემოციურად მიუწვდომელი იყო. მე-12 სახლი რადგან არის ოცნებები, რადგან არის სურვილები, შინაგანი, ხო, რომელიც ძალიან დაფარული არის. მთვარე ხშირად არის, რომ ადამიანი არის შეიძლება ემოციურად ძალიან ჩაკეტილი თვითონ, მაგრამ სხვების ემოციების ესმის ძალიან კარგად. ყველას ემოციას ატარებენ საკუთარ თავში, ხო? აი შეიძლება ადამიანი, რომელიც მასთან ან წუწუნებს, ან ტირის, ან რაღაც პრობლემებს ესაუბროს, გაატაროს თავის თავში, ხო? სადღაც რომ აი იგრძნოს ისევე ყველაფერი როგორც სხვა, ხო? მთვარე ეს არის ემოციაში ვატარებ მე სხვის პრობლემებს, სხვის ემოციებს გრძნობ. პრობლემა არის, რომ სხვებს არ ესმით ჩემი ემოციების, მაგრამ მე მესმის ყველასი. საკუთარ ემოციურ სამყაროში განმარტოება არის. ასევე მე-12 სახლში მთვარე ეს არის, რომ ემოციურად რა არის მთვარე, კომფორტულად სადავარ, ყველაზე კარგი კომფორტში სადავარ. მე-12 სახლი იზოლაცია არის, სიჩუმე არის, სიმშვიდე არის, აი სიწყნარეში უფრო კარგად არის ეს გითხარით, ადრეც მე ინსპექტორი არის მე-12 სახლი და აი ამ სმენაში, ანუ აი ამ სიჩუმეში, სიმშვიდეში თითქოს მთვარე, შინაგანი ემოციები, შინაგანი კომფორტი უფრო ძლიერდება. უფრო აი ჯანმრთელობაზეც რო კარგად ისახება. მე-12 სახლი არ არის მარტო მარტოობა და ჩაკეტილობა, ეს ემიგრაცია არის, უცხოეთი არის, შორი ქვეყნები არის, ბუნება არის, მეგობრებო, სეირნობა ბუნებაში, მარტო რო სეირნობს ადამიანი და აი ძალებს რო იხდგენენ ხოლმე, აი ეს ერთ-ერთი, როცა პირადი პლანეტები ყავს მე-12 სახლში, ერთ-ერთი საუკეთესო არის ხოლმე განმარტოებით სეირნობა. ან 2-3 ადამიანთან ერთად სეირნობა, საერთოდ წყალთან ახლოსაც ძალიან კარგად არიან, ზღვებთან, ოკეანეები, აი წყლის სტიქია. დამომშვიდებლად მოქმედებს ხოლმე მათზე. სხვათა შორის მე-12 სახლი ასევე არის ჩვენთან, აი იცით როგორი უცხოეთი, მე-9 სახლი თუ არის, წავედი სადღაც სასწავლებლად ევროპაში. აი მე-12 სახლი არის, წავედი სადღაც რო არავინ არ მიპოვოს და მარტო ვიყო. აი ხშირად თარე მე-12 სახლში არის ერთ-ერთი ვარიანტი ხოლმე ემიგრაციის, ან სადღაც სხვაგან როცა ვარ უფრო უკეთესად გრძნობ თავს, მაგალითად ან განმარტოებით როცა ვარ, ან სადღაც მიდივარ ჩემთვის, აი ესეც გამოხატულად შეიძლება იყოს.